დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ დედაქალაქის მერიის შესახებ, მერიის მუშაობის და მერის მუშაობის შესახებ. ხვალ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მივა. მანამდე მოვისმინოთ კომენტარები კიდევ ერთხელ, რომელიც დღეს გაკეთდა და შემდეგ უკვე პარტიზანი მებაღეობის წარმომადგენელი ნატა ფერაძე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. რომელიც ვერ ხედავს ის შემთხვევაში ამ პრობლემებს და არ სურს მათზე პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ ამ მმართველობის გაგრძელება დედაქალაქში ნიშნავს დამატებით გაფლანგულ მილიარდობით საბიუჯეტო სახსრებს და მოუგვარებელ პრობლემებს. ჩვენ კოლეგებს უმრავლესობიდან, რომელთა შემოერთებაც ამ პროცესში არის აუცილებელი იმის, რომ ეს პროცედურა დასრულდეს, მივმართავთ და გვაინტერესებს ისინი ემიჯნებიან იმ მძიმე მდგომარეობას დედაქალაქის ქუჩებში შექმნილს დავით ნარმანიას მმართველობის გამო თუ არა. ნაცვლად მილიონი დარგული ხისა ჩვენ გაჩეხილ შინდისის გზას და გაჩეხილ ყაზბეგის ქუჩაზე და სხვა გამხმარ ხეებს და ეს არის ძირითადი პრობლემა. ამიტომ ნერვიულობს მერი, მაგრამ მას მანამდე უნდა ენერვიულა, სანამ ასეთ მავნებლურ გადაწყვეტილებას მიიღებდა მისი უწყება. ეხლა ნერვიულობა გასაგებია, მაგრამ არ ამართლებს არავითარი ესეთი ლექსიკა ამას და ბუდისტის მოხდასაც შეეხება, ეს მისი პირადი ღირსებისა და შინდის ნამუსის საკითხია, ვერავინ ვერ დააძალებს. ფონი რა ფონზეც დედაქალაქის მერს ხვალ საკრებულოში მისვლა მოუწევს, არც თუ ისე მარტივია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ. მეორე ის, რომ აქცია მიმდინარეობს, გრძელდება დედაქალაქის მერიასთან, ამას წინ უძღოდა გუშინდელი ფაქტი და ის გამონათქვამი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ გამოიყენა დედაქალაქის მერმა, მოკლედ შეკითხვები დავით ნარმანიასთან შეკითხვა არაერთია და ხვალ საინტერესო შეხვედრა იქნება სავარაუდოდ თბილისის საკრებულოში. ახლა ჩვენ შეკითხვებს ნატა ფერაძე უპასუხებს, პარტიზანი მებაღეობის წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონ ნატა, უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ ყაზბეგის 22 ნომერთან დაკავშირებით. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ დღეს ადგილზე. თქვენ ამ გამოძიების მიმართ რა განწყობა შეგექმნათ? ჩვენ ერთხელ ქონა ჯერჯერობით სამხარაულის ექსპერტიზასთან შეხება, ეს ეხებოდა ვაკის პარკში ზუსტად თითქმის ანალოგიურ ექსპერტიზას და ვერ გეტყვით, რომ დარჩით მათი პროფესიონალიზმით აფთოვანებული, საკმაოდ შორს იყო რეალობისგან მათ მიერ დადებული დასკვნა. კიდევ უფრო სამწუხაროდ ვერ მოვიძიეთ თბილისში უფლებამოსილი ექსპერტიზა გარდა სამხარაულისა ბოტანიკური ბაღისა. ბოტანიკური ბაღი კი არის მერიის დაქვემდებარებული სტრუქტურა და ასევე არ იქნებოდა ობიექტური, რომ მიგვემართა ბოტანიკური ბაღისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენთვის აღებული სინჯები, რაც გამოვიტანეთ, ეს შეიძლება არ იყოს ოფიციალური ექსპერტიზა, თუმცა ამას ჩვენი სპეციალისტები დაწერენ. რამდენადაც ჩვენ უკვე ვანახეთ რამდენიმე სპეციალისტს ეს მასალა რაც ავიღეთ და ფოტომასალა, მათ განაცხადეს, რომ ამ ხეების მოჭრაზე საუბარი ექსპერტიზის გარეშეც თვალსაჩინოა, რომ არ იყო სწორი, იმიტომ რომ პარაზიტები იმ ეგზემპლარებზე, რაც ჩვენ მივუტანეთ, არ აღინიშნებოდა, თუმცა რახან ზოგადი მდგომარეობა ასეთია, ექვემდებარებოდა აუცილებლად კურნალობას. ეს აი როგორც ადამიანურ ენაზე და უფრო გასაგებ ენაზე გადმოვიტანოთ, იგივეა, რომ თუ კი იყო გრიპი, მარტივი გრიპის დროს ექიმმა მიმართოს ევთანაზიას, იმიტომ რომ დაეზაროს მისი მკურნალობა, პაციენტის მკურნალობა. ეს ყოველ შემთხვევაში აქ არ არის საუბარი ვერხვის ხეებზე, რომლებზეც ვეთანხმებით ყველა სამხარაულსაც და ბატონ აფციაურსაც, რომ ადრე შედიან სიბერეში და მოსაჭრელია ვერხვები, ვერცხლისფერი ნაძვი და სოჭი, რომელიც იქ მოიჭრა, კედარი უკაცრავად. სრულიად თუ კი იყო დაავადებული, ის აუცილებლად ექვემდებარებოდა მკურნალობას. მხოლოდ აი ამ ყაზბეგის 22 ნომერზე რომ არ ვისაუბროთ ახლა და განვავრცოთ ეს თემა. მოდით ასე მიუდგეთ საკითხს, ხომ გარემოს დამცველები ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები, მერია და გარკვეული ბიზნეს ინტერესები. ხომ აი ეს სტრუქტურა გვაქვს რეალურად, როცა მერია ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იხრება? აი ეს სიტუაცია გვაქვს დღეს თბილისში. მოდით კიდევ უფრო დავაზუსტოთ თუ შეიძლება, მერია აუცილებლად უნდა იხრებოდეს ბიზნეს ინტერესების დასაცავად, თუ კი ეს ბიზნეს ინტერესები არის სწორედ მიმართული ქალაქისთვის. ეს არის ქალაქში არ არსებობს გენერალური გეგმა, ერთიანი ხედვა და ეს ბიზნესი ბჭყალებში არის ქალაქისთვის დამანგრეველი. ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ მოსახლეობის საზიანოდ, ასე აყალიბებთ როგორც. სრულიად მოსახლეობის საზიანო არის, ანუ ძალიან ხშირად არის მცდელობა ჩვენი მარგინალიზაციის, რომ პარტიზანი მებაღეები და გარემოს დამცველები ვართ განვითარების წინააღმდეგი, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პირიქით,
ვთქვით, ჩვენ რიგებში არიან საუკეთესო პროფესიონალი ქალაქგეგმარებლები, არქიტექტორები, საბედნიეროდ მართავენ სრულიად უფასო ლექციებს, სადაც შეუძლია ნებისმიერ მსურველს დაესწროს და ამიტომ ვისწავლეთ უკვე როგორ უნდა განვითარდეს სწორედ ქალაქი. ეს არის ქალაქისთვის დამანგრეველი ყოველდღიურ ჯანმრთელობის მხრივ, ჯანმრთელობაში გულისხმობ როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას. ქალაქი გახდა სტრესული და ქალაქი გახდა კანცეროგენული. ეს არ არის ქალაქის ეკონომიკურად სწორი განვითარება. ეს არის ანუ ცოდინარობის ბრალი, ან კორუფციის ბრალი. ხა ეს უკვე საცილებელი გამოსაძიებელი. ქალბატონად, აი გუშინ მოხდა ფაქტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოებაში, მე ვგულისხმობ მერის გამონათქვამს. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ თქვენი აზრით დარჩა რაიმე რესურსი კვლავ დიალოგისთვის თუ საბოლოო წერტილი დაესვა მაგალითად თქვენსა და დედაქალაქის მერს შორის დიალოგის შესაძლებლობას? ხო, აი ძალიან კარგი კითხვა. პატარა ჩანართს გავაკეთებ თუ მან ამაზე გიპასუხებ. არ მინდა კიდე ერთხელ, რასაც მერია ცდილობს ის გამოვიდეთ, რომ ეს პროტესტი არის ყაზბეგის გამზირის გამო პროტესტი. ეს არის მთლიანად მერიის გამწვანების სამსახურის ესე ვთქვათ, ჭყალებში მწვანე ქმედებებზე პროტესტი და ეს არ არის მხოლოდ ყაზბეგის პროტესტი. რაც შეეხება გუშინდელ მერის ქცევას, ну, ახლა გუშინ კიდე კაი გვაქვს იუმორის ცნობა და მთელი Facebook-ი გაივსო ამაზე ხუმრობით, მაგრამ საქმე არ აგვაქვს სახუმაროთ, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ამის მერე მერიის კულტურის რომელიღაც დეპარტამენტის თანამშრომელი კიდე ისეთ უცენზურო პოსტებს დებს, ანუ მათ ვერ ზომავენ რა განსხვავება. აქ აქცენტი ხომ არ იყო გაკეთებული თქვენს ადრინდელ გამონათქვამზე ნარმანიას მიმართ. მაგრამ განსხვავებას თუ ვერ ხედავენ პარტიზან მებაღესა, ხულიგან პარტიზან მებაღესა, რომელიც აწეული შვათითით დაურბივარ და მერიის მოხელეს შორის, რომელსაც ჩვენ უხდით გადასახადებს, მე არა ვარ მერიაში, არც არასოდეს არ ვიქნები და არც არასოდეს არ ყოფილვარ და მე გაცილებით მეტის უფლების მიცემა შემიძლია საკუთარი თავისთვის, ეს არის ასე ვთქვათ, ჩემი იმიჯი, რომელიც ორგანულია. მე არ მივდივარ მერიაში, შენ თუ ხარ ჩინოვნიკი და სახელმწიფო მოხელე, მე მგონი ცოტა სხვა კულტურა გმართებს, ხო? ანუ მათ თუ უნდა მომბაძონ მე, ну კი ბატონო მომბაძონ, მაგრამ მაშინ მერიაში მოიქნებიან და ირბინონ ჩემთან ერთად ყეტყე და იძრომიან ბულდოზერებზე, მე არ უშლი მათ. რაც შეეხება დიახ, აი დიალოგის რესურსს ამაზე კითხეთ. ხედავთ კვლავ ამ რესურსს? არა, დიალოგის რესურსს ვერ ხედავ, ასევე არ გაჟღერდა, ანუ ორი ძირითადი ადამიანია, ვინც თბილისს მართავს, ხო, ეს არის ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ერთ ხტომაში მოახერხეს სრულად გამოეხატა თავისი მიდგომა. ქალაქის მერი მოგმართავს მაიმუნოვირიშვილოთ და საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილი მომართავს, რომ მე უნდა გადავდგე. ბევრი ვიფიქრეთ, საიდან უნდა გადავდგე და მივხვდით მას უნდა, რომ მე ალბათ ჭკუიდან გადავდგე. ანუ მე მეტი გადასადგომი არსად არ მაქვს არსაიდან, ხო? ანუ არ ვიცი, ვერ ხვდები. არაადეკვატური არის სრულიად. დღეს ჩვენ გვექნება განვიხილავთ ამ საკითხს და უკვე გავაკეთებთ ამაზე ჩვენ განცხადებას. კი ბატონო, აი ხვალ დედაქალაქის მერს მე უკვე არაერთხელ აღნიშნე საკრებულოში უწევს მისვლა. ამ შეხვედრიდან რაიმე მოლოდინი თუ გაქვთ თქვენ, როგორც აქტიურ დამკვირვებელს მთელი აი ამ პროცესის და არა მხოლოდ დამკვირვებელს, არამედ აქტიურ მონაწილეს? მე დიდი ხანია უკვე ნარმანიასგან არაფრის იმედი არ მაქვს და რისი იმედიც მქონდა, ის უკვე ახთა და ძალიან კარგად მიდის ჩვენი ესე ვთქვათ ბრძოლა. გაცილებით მეტი მოსახლეობა ჩაერთო და რა ძალიან მიხარია ჩაერთო არაერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა მოსახლეობა ცდილობს, რომ ჩვენ გამოგვიყვანოს ნაციონალების დაქირავებულ ძალად, ესე არ არის ამის მტკიცება მომბეს და აღარ დავიწყებ, ასევე იყო ალასანიას პარტია, იყვნენ რესპუბლიკელები, იყო შალვა ოგბაიძე, იყო კახა კუკავა, ანუ მარტო მოსახლეობა ამას ვერ მოვერევიდა, რაც მთავარია, უნდა დაიწყოს დიალოგი მოსახლეობას პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის. ეს ქალაქის ეკოლოგია, ქალაქის სტრუქტურა, ქალაქის ჩონჩხი ერთად უნდა გავმართოთ. ეს შეუძლებელია ამ პოლიტიკოს მაქნას მოსახლეობის გარეშე, ან მოსახლეობა მოახერხოს ეს ყველაფერი პოლიტიკოსების გარეშე. საკმაოდ კარგ კალაპოტში გადავარდა ბრძოლის ეს ჩვენი ფორმა, ძალიან ახალი სახეები გამოჩნდა საპროტესტო აქციებზე, პოლიტიკოსები გამოჩნდნენ და დაწყებულია საკმაოდ საინტერესო დიალოგი და ბოლო-ბოლო მე მგონი ეს ყველაფერი გადავა ისე, რომ ქალაქი აღარ გახდება მკვლელი და შეიძლება დაემსგავსოს რაღაცას ნელ-ნელა. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნატა ფერაძემ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. 16 საათამდე დაგემშვიდობებით და დღის მთავარი თემებით, მთავარი სტუმრებით დაგიბრუნდებით. გმადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.